თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. მართლა ექიმო. ამ ვირუსს თქვენ სახელს დავარქმევთ. ძალიან მინდიხარ, ვეღარ ვითმე. კარგი რასწრიფულია, ხალხი დაგვინახავს. აი, ვერავერ დაგვინახავს. წამ. მოიწმინე რა, კარგი, რა გჭირს. რა ვქნა, ვერ ვითმე, არ შემიძლია, ვერ ვითმე. ძალიან მინდიხარ. ხო შევთანხმდით, ქორწილის მერე ვარ რა? კარგი, ვიცი მე შენი ქორწილის მერე. მერე შენი ქმარი არ გამოგიშვეს. იამაში ჩავარტყი და ჩემს მანქანას რაღაცა ნაწილები მოსძვრა. რა ნაწილი? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ავიღე და საბარგულში ჩავაგე. შედე? გაკეთდება? ეს გაკეთდება. ამასაც მივაგებთ. ესეც გაკეთდება. მაგრამ ამას მე ვერ გავაკეთებ. და ვინ გააკეთებს? ალბათ წყალკანალი. სასმელი გვითავდება. წავალ ახლა დავამატებინებ. ხოდა გოგოებო, მე მინდა დღეს ყველაზე კარგი საღამო მოიყოს რა სიტყვით. გამარჯობათ მშვენიერო ქალბატონებო. ხელს მომარ შეგისლით. არა, გინდა. იცით მე ტარიელ ახლებიანი გახლავართ სასიამოვნოა. იცით აი მე მინდა გითხრათ რომ მე გახლავართ ის ფუტკარი რომელიც რაც არ უნდა თაფლით დატვირთული საკუთარი სკისკენ მიდიოდეს. გზად თქვენნაირი მშვენიერი ყვავილები შემოხვდება ცდილობს მიეალერსოს და ნექტარით დატკბეს. ხო და მე მინდა ტატო? მანანა? მე შენ დედა შენთან მგონი ხარ? მე სამსახურში? გაიცანი, ესენი ჩემი ძველი მეგობრები არიან. ხო და მეც მინდა ჩემი ძოლის მეგობრებს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოთ მშვენიერო ქალბატონებო. გამარჯობათ. აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. არა მაქვს საბუთი. მაშინ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა მოგვიწევს. რა დაიყვანეთ, მე სხვა მანქანას მივეყუდები. ექიმო დავიტანჯე. მოვკვდი კაცი. მესამედ ვიკეთებ კუჭის ოპერაციას. განებე კუჭის ოპერაციას თავი. გაიკეთებ ბრმანაწლავის ოპერაცია. ამოიჭერი ბრმანაწლავი. იაფიც არის. მარტივიც არის და ხარისხიერიც არის. გააჭერე საქმე კუჭი. ზავიღეთ. რა გარეწარია? არა ერთი სულმაქროდის მივახლი პირში რომ იდიოტია, დებილი და დებილი. უტაქტო ნამდვილი. მაგას მე უსამსახუროდ ვერ გავძლებ. ერთი სულმაქროში როგორ მივახლი ყველაფერს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გადაწყვეტილი მაქვს. პირველივე შემთხვევაზე ვეტყვი, რა გარეწარიც არის. როგორც კი საშუალება მომეცემა. ბანანა, ჩემთან შემოდი და ყავა შემოიტანე. ანას და თეონას უთხარი რომ საბუთები მომიტანო. სხვადასხვა შორის იმ იდიოტს რძიანი ყავა უნდა.
და იმ გარეწარს გუშინდელი საგადასახადო საბუთები. და ეგ აპარატი კიდე მიშას უთხარი რომ გააკეთებოდეს. გეოდებით. გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ამორჩელებო. ვინაიდან ჩვენთვის განკუთვნილ საეთერო დროში ვერ მოვასწრებთ მთელი ჩვენი საარჩევნო პროგრამის წაკითხვას, ამიტომ პირველ ორ გვერდს წავიკითხავ მე, მეორედან მეოთხე გვერდამდე წაიკითხავს ჩვენი მდივანი, ხოლო მეოთხე გვერდიდან წაიკითხავს ჩვენი პარტიის პრეს სპიკერი. მაშ ასე ქვეყნის ამშენებლობა მოხდება ყველა სექტორში ჩატარებული რეფორმების ხარჯზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანდაცვას და სადაზღვევო სისტემის გამჭვირვალეობას, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას სოციალური შეღავათების ხარჯზე დაუვადმუნდება ინტეგრაციას სამოქალაქო სექტორში. ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვას, გმადლობთ ყურადღებისათვის, ხმა მიეცით ჩვენს პარტიას დიდი საარჩევნო პროგრამით. გუშინ შენი ქმარი შემხვდა ამ მარკეტში? ხო. და ის მომიყვა ბავშვზე რო დაგემართა. ხო იცი რა ენა აქვს? იმდენი ვიცინე, კინაღა ვლოგინიდან გადმოვარდი. რა ღირს ეს მანქანა? 38,000. აუ. და აის ჯიპი? აის ჯიპი? აუ. არაფერიც არ მაჩუქა. შექმარს ახსოვს შენი დაბადებისთან. არა. ოღონდ საბედნიეროდ. საბედნიეროდ რატო? იმიტომ რომ წელიწადში 3 ჯერ ვახტევინებ. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. ძალიან სწრაფად მოდიოდით. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ლექციაზე მაგვიანდებოდა რა და? რა ლექციაზე, კაცო, ღამის 3 საათია, რეებს ლაპარაკი. ხო და ზუსტად ღამის 3 საათზე მიკითხავენ ლექციას, ჩემი ცოლი და სიდედრი სახლში რომ მივიდი. ის 74 წელი შემისრულა ბაბუ ამ ზაფხულზე. 75-ში ვარ. 7 შვილი მყავს. უფროსი ასე შენიხნის იქნება. ესე იგი, რატო გაწუხებ ბაბუ ახლა მე? ამ ბოლო დროს ეს სექსის დროს, ბაბუ, სექსის დროს ყურებში რაღაცა შუილები მესმის ბაბუ. რისი ბრალი იქნება ხო არ იცით? რამდენი წლის ბრძანდებით? 75-ში ვარ მეთქი ხო გითხარით კაცო. ბაბუ, აპლოდისმენტები რო არ გესმით, არ გიგვერთ. ბავშვო. ჩემო სიცოცხლე, მოვედი. რა იყო, რა ხდება? გავშვიდობა, ჰა? რა იყო? კატლეტი გაგიკეთე. ხო. და კატამ შეჭამა. კარგი რა. მე რა არის, არა უშავს. სხვა კატას გიყიდი. დავარღვიეთ რამე? აუ არ ვიცი რა, მიდი რა მომემართვის მოწვება და მანქანის საბუთი, მომე. აიცა. მე პროსტა რა სიმპათიჩნია ნახე. იმე მოიცა. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. აი.
და მართვის მოწობა? დამრჩა. მაშინ კომპიუტერში გადავამოწმე. ხო, მართვის მოწობა, რატო არ აჩვენე? Просто რა კოშმარი მან ამ ფოტკაში ნახე. მე და კომპიუტერშიც ვერ ნახო. რო დაგვაჯარი მას? ღირს. ავიყრი გავწით. I'm sexy and I know it. I'm sexy and I know it. Yeah, when I'm at the mall, security just can't fight them all. გამარჯობა. უკაცრავად. გაჭირებლებს ვეხმარებით და რაიმე ისეთი ნივთი ხوارა გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ? არა იცით, უკაცრავად, არა. თქვენ ქმარს? ჩემ ქმარს? აქვს კი. I'm sexy and I know it. თქვენის ბრძანდებით ხომ ხელი რომ გქონდათ მოტეხილი. აბა როგორ არის საქმე? უკმაყოფილო ვარ ექიმო. უი, რატო? ზუსტად მახსოვს, თქვენ მე მითხარით, ტკივილები აღარ შეგაწუხებს, ხელს თავისუფლად ამოძრავებ და პიანინოზე დაკვრასაც შეძლებ. მითხარით? დიახ, მე გააქვთ ტკივილები. არა, ტკივილები აღარ მაწუხებს, მაგრამ პიანინოზე ვერ უკრავ. უი, რას ლაპარაკობთ? აბა ერთი წამით მათხოვეთ ხელი. აი, ნახოთ, აბა. აი ასე გტკივათ? არა. არა? აი ასე გიჭირთ მოძრაობა? ნუ არა. აი ასე გრძნობთ ტკივილს? არა. აბა რაშია საქმე? ნოტები არ ვიცი. გამარჯობა, სამწუხაროდ ჩვენი პარტიის ლიდერმა დღეს მოსვლავე მოახერხა, რადგანაც ავარიაში მოყვა და დღევანდელ სხდომას გაუძღვები მე მისი მდივანი. იღბლიანთა პარტია თავის ამორჩევებს კაცრავად აფატკიეთ. იღბლიანთა პარტია თავის ამორჩეველს პირდება კეთილდღეობას, ყოველივე სიკეთეს საქართველოს თამარ ფილმებში გადაღების დროსაც რომელსაც იღებს შოთა. რამდენად ხშირად თახდებია შენი რესპონდენტები რომ შენი მსახიობები რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ფილმში? ესების გაზრდა. იმ ფილმებს რომელსაც შენი იღებს, სადაც არის სიშიშე. ყველა სოციალური პროგრამა, რომელიც დღემდე არსებობდა ქვეყანაში. და აი დამწყები და ვისო მაშასე სორი პასუხი ეკრანზე. ერესო მოკლედ მე გთხოვთ ხმა მისცეთ იღბლიანთა პარტიას. გმადლობთ. აი ამ მოდელს შემოგთავაზებთ. შესანიშნავი მონაცემები აქვს. კი ბატონო, აი ეს მოდელი კი ნამდვილად უფრო სპორტულია, უფრო დახვეწილი და უფრო მოქნილი. არა? აი ეს მოდელი კი ნამდვილად თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. ძალიან კარგია ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ. და მონაცემები 90, 60, 90. ძალიან მორჩილია. ძალიან დამყოლი. მერწმუნე ძალიან დიდ კომფორტს შეგიძლია. აი ეს მომწონს. სორი ერჩევანი. დამჭერი. ბუჟი. ტამპონი. სპირტი. ხსოვნა იყოს.
არ შეიძლება ეს ერთხელ რომ თვალახელილმა გავაკეთოთ? კი, რატომაც არა. გიდგენია გოგო, ჩვენ გვყავს სათევზაო მოწყობილობა ვაჩუქე და ეს მკითხა ეს რა არისო? ტობა ვერ მიხვდა. ხო, ვერ მიხვდა. არა და ყოველ შაბათ-კვირას სათევზაო დადიოდა. გამარჯობა, ექიმო. გამარჯობა. იცით, ძალიან უცნაური რაღაც მჭირს. არაფერზე არ შემიძლია უარის თქმა. აი, ვერაფერზე ვერ ვამბობ უარს. რას მელაპარაკე? აჰა, ესე იგი გასაგებია. ესე იგი ვერაფერზე უარს ვერ ამბობთ, ხო? დიახ. მადლობა ჩემო კარგო, რომ ამ სკვერში მომიყვანე. მთელი ჩემი ცხოვრება აი აქ მაქვს გატარებული. ეს კიდე ჩემი საყვარელი საქანელა. მთელი ბავშვობა აქ ვქანაობდი. დამეხმარე. ჩემი საყვარელი სკამი, წამო. აი ამ სკამზე მაქვს მთელი სტუდენტობა გატარებული. დაჯექი? აი ეს. ვაიმე. წამომყევი? წამო. ჩემი კედელი, მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ კედელთან მაქვს გატარებული, როგორ მომენა. ცოტნე. 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 ცოტნე.